ხშირად მესმის ფრაზა ვერაფერს ვამბობ, რადგან არ მინდა ვინმეს ვაწყენინო. მოგესალმებით, მე ვარ ლევანი, ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი და დღეს მინდა გესაუბროთ ამ თემაზე. ერთი შეხედვით ეს არის მდგომარეობა, როცა მუდმივად სხვაზე ფიქრობ. მაგალითად, გინდა საუბარი, მაგრამ იკავებ თავს. გინდა უთხრა, რომ მტკივა, არ ვიცი, ნაწყენი ხარ, გაბრაზებული ხარ, თუმცა ჩუმად ხარ. და ეს ჩუმად ყოფნა სიმშვიდის ნაცვლად უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს. საბოლოოდ შესაძლოა მიხვიდე იქამდე, რომ ნელ-ნელა დაგაუზდეს თუ რა გინდა თავად. რადგან როცა ასე ცხოვრობ, თითქოს შიგნიდან იკარგები და ნელ-ნელა შორდები საკუთარ თავს. მიზეზი იმისა, თუ რატომ მოქმედებთ ასე, ეს ინდივიდუალურია. რაც შეეხება გამოსავალს, ბევრი გზა არსებობს, თუმცა ხშირად პირველი ნაბიჯი არის უბრალოდ კითხო საკუთარ თავს, რას ვგრძნობ ახლა, რა მინდა ახლა, აი ამ მომენტში. ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა ხშირად ყველაზე რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდხანს ცხოვრობ სხვის საჭიროებებზე მორგებით. ამ კითხვებზე პასუხი შესაძლოა ჯერ არ გქონდეს. თუმცა, როცა იწყებ დიალოგს საკუთარ თავთან, იქ ნელ-ნელა ჩნდება სიცხადე და იქ, სადაც საუბრობთ ჩვენი ხმით, იწყება დაბრუნება საკუთარ თავთან.